ალბათონებო და ბატონებო, გარდაიცვალა დიდი მეცნიერი და მოღვაწე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 8 წლოსილი პედაგოგი, თაობების ამბოზრდელი ადამიანი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის უბადლო მცოდნე, ქართული სამეცნიერო ლიტერატურის ინგლისურ ენაზე თარგმნის აღიარებული სპეციალისტი, თამდაბლობითა და ინტელიგენტობით გამორჩეული პიროვნება არიანე აკაკიძე ჭანტურია. რამდენადაც არიანე ჭანტურიას სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ეხება ისეთ სპეციფიურ და სათულ სფეროს, როგორიც არის ინგლისური ენა და ლიტერატურა, სადაც გასაგები მიზეზების გამო მე აბსოლუტურად არ ვარ კომპეტენციის პრეტენზია, დასაშვება თვლით ტელემაყურებელს არსებითად მივაწოდო ნეკროლოგის ტექსტი, რომელსაც ხელს აწერს ფილოლოგიისა და ენათმეცნიერების დარგის ქართველ მეცნიერთა და მოღვაწეთა ერთი ჯგუფი. მრავალფეროვანი და მრავალმხრივი იყო ბატონი არიანეს მოღვაწეობის ასპარეზი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მოამბის“ მთავარი მთარგმნელ-რედაქტორი, დიდი ინგლისურ ქართული ლექსიკონის 110,000 სიტყვა სტატია, სარედაქციო კოლეგიის წევრი, დიდი ქართული ინგლისური ლექსიკონის 140,000 სიტყვა სტატია, ერთ-ერთი შემდგენელი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის ქართველოლოგიის თანარედაქტორი, ფაზისის საერო სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი. ბატონი არიანე ქართულ-ინგლისური ოჯახის შვილი გახლდათ. მამა აკაკი ჭანტურია, დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო ცენტრებში განსწავლული, სენატის აკადემიასა და ლონდონის უნივერსიტეტში აღზრდილი, გამოჩენილი მეცნიერი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, დედამიწის გარშემო მოგზაური, ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი. დედა ლონდონელი კეთრინ უოლტერ ბოლი, ინგლისური ენის მასწავლებელი, მშობელი 5 შვილისა, რომლებმაც არჩეული პროფესიებით ნაყოფიერად იშრომეს და დიდი ამაგი დაძდეს ინგლისური ენის გავრცელებას სწავლებას საქართველოში. სამწუხაროდ, საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმის მიზეზით მათი ცხოვრებას საქმიანობის ეს მნიშვნელოვანი ფაქტი ორივე ქვეყნისათვის თითქმის უცნობი დარჩა. არიანე ჭანტურიას ეკუთვნის მრავალი ქართველი მეცნიერის ნაშრომთა ინგლისურენოვანი თარგმანები სხვადასხვა დარგში: არქეოლოგია, გეოლოგია, ეთნოლოგია, ენათმეცნიერება, ისტორია, ლიტერატურათმცოდნეობა, რუსმეოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ჰიდროლოგია და ასე შემდეგ. მანვე დაამუშავა და საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცა მამისეული მდიდარი არქივი, ხოლო საარქივო მასალების მიხედვით გამოსცა აკაკი ჭანტურიას სამეცნიერო შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი, ეთნოგრაფიული ჩანაწერები, საქართველოს და მისი გეოლოგიური ისტორია, მეგრული სახელები და გვარები, ოქროს კრავისა და ოქროს ვერძის ზღაპრები და სხვა. გამოსაცემად მზადაა აკაკი ჭანტურია და ზუგდიდის მუზეუმი, დოკუმენტური ქრონოლოგიური კრებული 1921-1913 წლები. აკაკი ჭანტურია ლექსები და პოემები, აკაკი ჭანტურია სოფელ ჯვარის ისტორიული რუკა თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა მე-18 საუკუნის გამოჩენილი ქართველი ენციკლოპედისტის ვახუშტი ბაგრატიონის ხატის ცხოვრება. ბატონ არიანეს თარგმნილი სამეცნიერო ლიტერატურის მხოლოდ ჩამონათვალი 10 გვერდზე მეტს მოიცავს. მისი უბადლო ინგლისურითა და მაღალი პროფესიონალიზმის შესრულებული თარგმანებით ესაუბრებოდა ქართული მეცნიერება ინგლისურენოვან სამყაროს აწნეულების მანძილზე. მას მთელი გულით უყვარდა ის საქმე, რასაც ემსახურებოდა ქართული მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაცია უსწორეთში და მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ტექსტზე მუშაობას. იგი არა მხოლოდ თარგმნიდა, არამედ რედაქტორიც იყო სათარგმნი ტექსტის და ხშირად თანაავტორიც. მისი შენიშვნები და კომენტარები სათარგმნი ტექსტის ავტორებისადმი ხშირად ისეთ სიღრმეებში იჭრებოდა, ხოლო დარგის კარგ სპეციალისტს რომ შეიძლება ჰქონდეს, მას კი ეს სიღრმე მეცნიერების მრავალ დარგში ჰქონდა. მიდის ჩვენგან ბატონი არიანე და თან მიაქვს მთელი ეპოქა. მის მიერ შექმნილი ეპოქა, როგორც სამეცნიერო ლიტერატურის სანიმუშო პროფესიონალური თარგმანებისა, ასევე დახვეწილი ადამიანური ურთიერთობებისა. არიანე ჭანტურია სამშობლოს წინაშე ვალმოხტილი მიდის, რადგანაც მისი ღვაწლი ქართული მეცნიერების, ქართული კულტურის წინაშე
განუზომელია. ბატონი არიანეს მეგობრები, კოლეგები და მოწაფეები მის ერთადერთ მემკვიდრესთან, ძმის სულ კესო ჭანტურიასთან ერთად ყველაფერს იღონებენ მისი ნაშრომების გამოსაცემად და მისი ღვაწლის უკეთ წარმოსაჩენად. სურს ტელემაყურებელს გავაცნო არიანე ჭანტურიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მრავალთაგან ერთი ლონდონიდან მიღებული სამძიმარი. არიანე ჭანტურიას გამოარჩევდა შტამბეჭდავი უნარი, უაღრესად თამდაბლურად დაემალა თავისი უდიდესი ნიჭიერება. ეს იყო არა მარტო სრულყოფილი ცოდნა ინგლისელ ქართველი დედმამის მშობლიური ენების, არამედ მახვილი თვალიც უცილობლად რომ ამჩნევდა ნებისმიერ შეცდომას და უტყუარი ალღოთ სწორი პასუხის მიგნებისა. მისი მონაწილეობის გარეშე ჩვენ ვერ შევქმნით დიდ ქართულ ინგლისურ ლექსიკონს, მისი შრომის უნარი დიდად აღემატებოდა მასზე გაცილებით ახალგაზრდისას, თუმცა ამის თაობაზე მას არათუ არ დაუჩივლი, არამედ არც კი უხსენებია ეს ფაქტი არასდროს. ბატონი არიანე უხტავად წარმომედგინა, რაც იმის იმედსა და საშუალებას მოგცემდა კვლავ მოგვეწვია იგი ლექსიკონის ახალ გამოცემაზე სამუშაოდ იმ რწმენით, რომ ახალი გამოცემა შეძლებს და გვარად მიუახლოვდებოდა სრულყოფილებას. საბედნიეროდ მას ჩვენთვის დატოვებული აქვს შეცდომა დამატებების შემცველი მჭიდროდ ნაწერი 20 გვერდი. თვით საქართველოს დიდ ლინგვისტებსა და დახვეწილ ჯენტლმენებს შორისაც კი ბატონი არიანე სრულიად გამორჩეული იყო და იგი დაუვიწყარი იქნება ყველასთვის, ვინც კი იცნობდა მას, ან ვისაც ოდესმე უმუშავია მასთან. წუხوار რომ ზუგდიდში მის დაკრძალვას ვერ დავესწრები და არ მომეცემა საშუალება ჩემი პატივისცემის გამოხატვისა. დონალდ რეიფილდი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ქართული ინგლისური ლექსიკონის მთავარი რედაქტორი. პირადად მე მქონდა ბედნიერება რამოდენიმეჯერ შევხვედროდი მას. აბსოლუტურად პატიოსნად და მიუკერძეებლად მინდა ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე იშვიათად მინახავს უფრო რაფინირებული ინტელიგენტი. ძალიან მოკლედ არიანე ჭანტურიას მშობლების შესახებ. როგორც ზემოთ ითქვა, მამა აკაკი ივანეძე ჭანტურია დაიბადა 1891 წელს ჩხვალერში, გარდაიცვალა 1959 წელს ზუგდიდში. აკაკი ჭანტურია იყო საოცარი ბიოგრაფიის მქონე მრავალმხრივი და გარკვეული აზრით უნიკალური ადამიანი. ჩხვალერში დაბადებულმა კაცმა ინგლისში ლონდონის უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში კაროლინის უნივერსიტეტი. აკაკი ჭანტურიას მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები იყო არქეოლოგია, გეოგრაფია, გეოლოგია, დენდროლოგია, ეთნოლოგია, ენათმეცნიერება, ისტორია, კარტოგრაფია, მუსიკა, რელიგია, ძეგლთა დაცვა, წყარომცოდნეობა, ხუროთმოძღვრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაძლოა მავანმა არც დაიჯეროს, რომ ერთმა კაცმა ამდენი როგორ შეძლო, მაგრამ მიუხედავად მათი ნაწილის ხანძრისაგან განადგურებისა, ნაშრომ ნაღვაწის უმეტესობა სახეზე. მის ბიოგრაფიაში ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ იმ წლებში მან ფაქტიურად მთელი დედამიწის გარშემო იმოგზაურა, ალიასკიდან დაწყებული ავსტრალიისა და ტასმანიის ჩათვლით. აკაკი ჭანტურიას მრავალმხრივ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას გვირგვინად ადგა ზუგდიდის მუზეუმის შექმნის ეპოპეა, რომლის დამაარსებელი და პირველი დირექტორი თვითონ იყო. როგორც ჭეშმარიტი მამულიშვილი და უსპეტაკესი ადამიანი, იგი ხმალამოღებული იბრძოდა იქ არსებული განძეულის დასაცავად. არიანეს დედა კეთრინ უოლტერ ბოლი ლონდონელი ქალი გახდათ, სპეციალობით ინგლისური ენის მასწავლებელი. 20 წლისა ჩამოვიდა საქართველოში, აი ამ სახლში ცხოვრობდა ზუგდიდში თავის ქმარ-შვილთან ერთად. სრულიად ახალგაზრდა 31 წლის ასაკში აღესრულა და დარჩა 5 ობოლი მცირეწლოვანი შვილი. აკაკი ჭანტურიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას დიდეული ნაშრომი უძღვნა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა უნიჭიერესმა ახალგაზრდა ისტორიკოსმა ბატონმა გიორგი კალანდიამ, რომლის მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობა კომენტარს არ საჭიროებს, მაგრამ ეს წიგნი, რომელსაც განძარცვული საგანძური ეწოდება, მართლაც რომ მკითხველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის ქცეული. ბატონებო,
63 წელი იმსახურა ჩვენს ალმა მატერში, ჩვენს დედა უნივერსიტეტში არიანი ჭანტურიამ და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება უშურველად უძღვნა მეცნიერების განვითარებისა და თაობათა აღზრდის საქმეს. მისი გარდაცვალება შეუსები დანაკლისის განცდას იწვევს თითოეულ ჩვენთაგანს. გუშინწინ 2013 წლის 11 ნოემბერს ვაკის სამების ეკლესიაში არიანი ჭანტურიას პარაკლისი გადაუხადეს. იქვე გაიმართა სამგლოვიარო მიტინგი, რომელსაც უძღვებოდა აკადემიკოსი ელგუჯარ ხინთიბიძე. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ჩვენი რაიონის საამაყო შვილი, ქალბატონი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორი ზურაბ კიკნაძე, პროფესორი შუქია აფრიდონიძე და სხვები. ხვალ ზუგდიდში ქაფათის წმინდა მიწა მიიბარებს სამშობლოს სამსახურში დაღლილ ღმერთკაცის სხეულს. იქ მას დახვდება მისი სახელოვანი მშობლები, დედა, ნისლიანი ალბიონის უმშვენი ერესი ასული, სახელოვანი მამა და უსაყვარლესი 4 და-ძმა. დიახ, ამიერი და ქაფათის სასაფლაოა შქვალერელი მღვდლის იანე ჭანტურიასა და ხანძე შამუგიას საამაყო შვილის აკაკი ჭანტურიასა და მისი დიდებული ოჯახის ძვალშესალარი. მადლიერი შთამომავლობა პატივს მიაგებს ამ ღირსეულ ადამიანებს და არასდროს მოსყიდება მათ საფლავთან მისვლა.